ჩვენ აქ უნდა საუბრობდით ზოგადად იმ ეთიკურ პრობლემებზე, რომელიც დამახასიათებელი არის საჯარო სამსახურისთვის. ალბათ საინტერესო იქნება ახლა ვნახოთ კონკრეტულად თუ რა სახის ეთიკურ გამოწვევებზე არის საუბარი ინდივიდუალურად საჯარო მოხელეს რა ტიპის დილემებთან, ეთიკური სახის დილემებთან უხდება შეჯახება თავი კარიერის განმავლობაში. და აქ გამოყოფილი არის რამდენიმე ძირითადი ტიპის ასეთი პრობლემა, თუმცა უნდა ითქვას თავიდანვე რომ ჩამონათვალი სრული არ არის. პირველ რიგში ძალიან საინტერესო საკითხი არის საჯარო მოხელის ურთიერთობა არჩეული თანამდებობის პირებთან. საქმე არის იმაში, რომ არჩეული თანამდებობის პირების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არის მათი სურვილი ხელახლა იქნენ არჩეული. თუ ამ კანონი ამის საშუალებას იძლევა, თუ ანუ კანონით არ არის შეზღუდული ვთქვათ, რომ ისინი 2 ან 3 ვადაზე მეტი არ შეიძლება იქნენ არჩეული, მათ ასეთ შემთხვევაშიც კი, რა თქმა უნდა, მათ ამოძრავეთ სურვილი იმისა, რომ მაქსიმალური დროით შეინარჩუნონ თანამდებობა. შესაბამისად, როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და მოქმედებენ, მათ ყოველთვის აქვთ ისინი ითვალისწინებენ ამ თავის ეგოისტურ ინტერესებს. და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ საკითხებში მათ მიცენ მითითებები საჯარო მოხელეებს, მათ ქვეშევრდომებს, რომლებიც მათთვის პირადად იქნება მომგებიანი, მაგრამ შეიძლება საქმისთვის იყოს საზიანო და უარყოფითი შედეგის მატარებელი. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში საჯარო მოხელე? ამაზე ჩვენ თავიდანვე გვქონდა საუბარი, რომ პოლიტიკა და ადმინისტრირება უნდა იყოს მაქსიმალურად გამიჯნული ერთმანეთისგან, მაგრამ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ სამწუხაროდ რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად არის და ამიტომ ხშირად ხდება, რომ საჯარო მოხელეების და არჩეული თანამდებობის პირების ურთიერთობა იძაბება სწორედ იმის გამო, რომ არჩეული თანამდებობის პირები არაეთიკურ მითითებებს აძლევენ საჯარო მოხელეებს და უბიძგებენ მათ არაეთიკური საქციელისკენ. წესით და რიგით, კანონით საჯარო მოხელეს აქვს იმის უფლება და იმდენი დამოუკიდებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს და არ დაემორჩილოს მსგავს მითითებებს. სამწუხაროდ ყველა საჯარო მოხელეს არ ყოფნის იმის გამბედაობა და კომპეტენცია, რომ მსგავსი მითითებები არ შეასრულოს. შემდეგი საკითხი, შემდეგი პრობლემა არის სწორედ ბრძანებების მორჩილება. აქ იგულისხმება უკვე ბრძანებები უშუალო ხელმძღვანელებისგან, აღარ არის საუბარი მხოლოდ არჩეულ თანამდებობის პირებზე. ბრძანება, უსამართლო ბრძანება, არაკანონიერი ან არაეთიკური საქციელის ჩადენის მითითება და ბრძანება შეიძლება მოდიოდეს ასევე საჯარო მოხელისგან, რომელიც იერარქიაში არის სხვაზე მაღლა. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი საჯარო მოხელე, როდესაც არაეთიკური ბრძანება მოდის? აქ არის აქ მოყავთ ხოლმე, როდესაც ამ პრობლემაზე არის საუბარი, მაგალითი ნაცისტური გერმანიისა, სადაც ათასობით საჯარო მოხელე, ბიუროკრატი მონაწილეობას იღებდა სრულიად გაუგონარ და წარმოუდგენელ დანაშაულებებში, ვთქვათ, როგორც იყო ადამიანების გაშვება საკონცენტრაციო ბანაკებში ან დახვრეტა და ასე შემდეგ. ანუ ისინი აგვარებდნენ ამ საქმეებისთვის ყველანაირ ბიუროკრატიულ მხარეს. მათ მშვენივრად იცოდნენ, რას აწერდნენ ხელს და რას აკეთებდნენ, მაგრამ გამართლება ამ ადამიანების შემდეგ, ომის შემდეგ, განსაკუთრებით, როდესაც დადგა მათი გასამართლების საკითხი, იყო ის, რომ ისინი ვერ ჩაითვლებიან პასუხისმგებლად, არ არიან დამნაშავე
ვინაიდან ისინი უბრალოდ ასრულებდნენ ბრძანებებს. ანუ კითხვა ისმის სამართლიანი თუ არის თუ არა, სწორი არის თუ არა, რამდენად ზნეობრივი არის ისეთი ბრძანების შესრულება, რომელიც ნამდვილად იცი, რომ ეწინააღმდეგება ზნეობის ეთიკის ნორმებს. აქ ძალიან რთული საკითხია ეს ორი განსხვავებული ხედვა არსებობს ამ შემთხვევაშიც. ერთი არის პირობითად შეიძლება დავარქვათ სამხედროების ხედვა საკითხის, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჯარისკაცი არის ჯარისკაცი, მას არ აქვს უფლება რომ თვითონ იფიქროს იმაზე თუ რა არის კარგი და ცუდი, მისი ამოცანა არის მხოლოდ ბრძანებების უფროსების ზემდგომის ბრძანების შესრულება. და მეორე განსხვავებული ხედვა ამბობს რა თქმა უნდა იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება აზროვნებდეს და შესაბამისად, როდესაც ის ხვდება რომ მიიღო უსამართლო ბრძანება, რომელსაც ეწინააღმდეგება მისი ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება მის ზნეობას, მას აქვს უფლება არ შეასრულოს ესეთი ბრძანება. ძალიან საინტერესო არის ექსპერიმენტი, რომელიც იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა სტენლი მილგრემმა ჩაატარა, რომელიც იკვლევდა სწორედ ამ საკითხს, რატომ და როგორ ასრულებენ საერთოდ ადამიანები ბრძანებებს. ექსპერიმენტი თქვენ ხედავთ სურათზე, მდგომარეობდა შემდეგში ადამიანს უთხრეს, რომ ატარებდნენ ექსპერიმენტს, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში მეორე ოთახში იჯდა სხვა ადამიანი და როდესაც ექსპერიმენტატორისგან პირველი პირი მიიღებდა სიგნალს ბრძანებას, მას უნდა დაეჭირა ხელი ღილაკისთვის და შესაბამისად მეორე ოთახში მჯდომი ადამიანი მიიღებდა მსუბუქ, არც თუ ისე მსუბუქ, მაგრამ მსუბუქ ელექტრონულ დარტყმას. პირველი ადამიანი მეორეს ვერ ხედავდა, მაგრამ სამაგერად ესმოდა ის, რომ როდესაც ის აჭერდა იქ ღილაკს ხელს, მეორე ადამიანს ტკიოდა. ეს ელექტრონული დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო, მაინც სინამდვილეში ეს მეორე ადამიანი რა თქმა უნდა მსახიობი იყო და ეს ასე ვთქვათ ტკივილისგან არ ყვიროდა, მაგრამ საინტერესო ამ შემთხვევაში არის ის, რომ ადამიანი, რომელიც აჭერდა ღილაკს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ მას ესმოდა, რომ მეორე ადამიანს ტკიოდა, განაგრძობდა ბრძანების შესრულებას და როცა მას ეუბნებოდნენ ყოველგვარი ასე ვთქვათ სინდისის კენჭნის გარეშე აჭერდა ხოლმე ღილაკს. აქედან ამ ექსპერიმენტიდან გამომდინარე მილგრემმა გააკეთა ასეთი დასკვნა, რომ ადამიანების უმრავლესობა, რა თქმა უნდა ყველა არა, ადამიანების უმრავლესობა თუ კი ისინი იღებენ მითითებებს და ბრძანებებს მეორე ადამიანისგან, რომელსაც ისინი მიიჩნევენ ლეგიტიმური ძალაუფლების მქონეთ, დაუფიქრებლად, დაუყოვნებლივ ასრულებენ მითითებებს. ისეთ მითითებებს კი, რომლებიც როგორც ვნახეთ ამ შემთხვევაში, შეიძლება სხვა ადამიანების ვთქვათ ტკივილს აყენებდეს ან ჯანმრთელობაზე აისახებოდეს. ამ მაგალითმა ამ ექსპერიმენტმა მოკლედ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ადამიანები და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს საჯარო მოხელეები სამწუხაროდ ბრძანებებს ძალიან ხშირად ასრულებენ ისე რომ არ ფიქრობენ იმის შესახებ, რამდენად ეთიკური, რამდენად სამართლიანია ის, რასაც მათგან მოითხოვენ და არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ მსგავს უსამართლობას. კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის რა თქმა უნდა ინტერესთა კონფლიქტი.
რომელიც სამწუხაროდ ძალიან ხშირია ხოლმე საჯარო სამსახურში და რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ძალიან მრავალი სახით და მრავალი ფორმით. ეს არის თქვა საჩუქრების მიღება პირველ რიგში მოქალაქეებისგან, დამატებითი ხელფასების და პრემიების გამოწერა, ფინანსური ინტერესი იმ სფეროში, რომელშიც თვითონ მოღვაწეობენ და ასევე ძალიან ხშირია მაგალითად გადადგომის შემდეგ, ანუ სამსახურიდან წასვლის შემდეგ იგივე სფეროში დარჩენა და ვთქვათ უკვე რომელიმე ბიზნეს ორგანიზაციის ან არასამთავრობო, არასახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენლად მუშაობა იგივე სექტორში. აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურაში, რაღაც სფეროში, ვთქვათ, განათლების ან ჯანდაცვის სფეროში, ვთქვათ, იცნობს ყველა საჭირო ადამიანს, იცის ძალიან ბევრი კულუარული ინფორმაცია, იცის როგორ კეთდება საქმეები და შესაბამისად ეს ინფორმაცია მან შეიძლება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და საქმის სამართლიანობის, ასე ვთქვათ, საზიანოდ. ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს სპეციალური კანონები, რომლებიც უკრძალავს ადამიანებს, რომლებიც გადიან პენსიაზე ან მიდიან სამსახურიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვანაირი კანონები არის ხოლმე, რამდენიმე წლის განმავლობაში მათ უკრძალავენ, ვთქვათ, იგივე სფეროში მოღვაწეობას. რომ გამოირიცხოს ეგრეთ წოდებული revolving door-ის ეფექტი. revolving door-ი არის კარი, რომელიც ტრიალებს, რომელიც ალბათ გინახავთ სასტუმროების შესასვლელში. მაგალითად, ამ კარის მეშვეობით სისტემაში შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები გადიოდნენ და შემოდიოდნენ და ეს რა თქმა უნდა იქნება საჯარო პოლიტიკის პროცესისთვის უარყოფითი. ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხრელად კანონები არსებობს ყველა ქვეყანაში, საქართველოს არ არის გამონაკლისი, არსებობს ჩვენთან კანონი ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ, რომელშიც გაწერილი არის სწორედ საჩუქრების მიღების პრობლემა, დამატებითი ფინანსური ინტერესების შეზღუდვის საკითხები და ასე შემდეგ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხშირია ხოლმე საკმაოდ სახელმწიფო ორგანიზაციებში, ეს არის ეგრეთ წოდებული whistleblower-ების პრობლემა. საკითხი უпростоრად whistleblower-ი არის ადამიანი, რომელიც მის ორგანიზაციაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის დარღვევის შესახებ ამცნობს ზემდგომ ორგანოებს. Whistleblowing ინგლისურად რო თარგმნოთ არის სასტვენის ჩაბერვა და ეს არის პრინციპში ქმედება, რომელიც გულისხმობს განგაშის ატეხას რაიმე დარღვევის შესახებ. სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი, დაწყებული ქურდობით, თანამშრომელი, ვთქვათ, იპარავს სამსახურიდან რაღაცას, დამთავრებული ძალიან მასშტაბური, მსხვილი, ვთქვათ, ფინანსური დარღვევებით, როდესაც მაგალითად რიგით თანამშრომელი ხედავს, რომ მისი უფროსი, განყოფილების უფროსი ან დეპარტამენტის უფროსი არის რაიმე კორუფციულ გარიგებაში და უხეშად არღვევს კანონს. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ასეთ შემთხვევაში, უნდა აცნობს თუ არა, გაახმაუროს თუ არა დარღვევა, რომლის მომსწრე ხდება. ფაქტი არის ის, რომ ზოგი ადამიანი ირჩევს whistleblower-ის გზას, ანუ განგაშს ტეხს, ზოგი ადამიანი ამაზე არაფერს არ ამბობს. საერთოდ ძალიან რთული გადაწყვეტილებაა ეს ადამიანისთვის მისაღებად, იმიტომ რომ როგორც წესი არავის არ უყვარს whistleblower-ები, ანუ ადამიანები, რომლებსაც შიდა ინფორმაცია გააქვს გარეთ, ხშირად ასეთ ადამიანებს უყურებენ როგორც ჩამშვებებს და ხშირი ყოფილა ფაქტები, როდესაც შემდეგ ამ
ასე ვთქვათ, განგაშის ატეხის შემდეგ ასეთი ადამიანები სამსახურში შეუვიწროებიათ და სამსახურიდან გაუშვიათ. მათ შორის ისეთ კოლეგებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ სკანდალში გახვეულები არ ყოფილან. აქედან გამომდინარე ადამიანები ძალიან ფრთხილობენ ხოლმე ამ ნაბიჯის გადადგმას. გარდა ამისა, ახლა მიაქციეთ ყურადღება, აქ არის კიდევ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, უნდა ვინ არის დაზღვეული იმისგან, რომ მეორე ადამიანი, რომელიც თქვათ არის მისი კოლეგა და მისი შურს, ასე ვთქვათ, მოშურნია, არატეხს ცრუ განგაშს, ანუ არ უჩივლებს მას ისეთ რაღაცაზე, რასაც რეალურად საქმე, რასაც ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მკაცრად არის განსაზღვრული ის პირობები, მხოლოდ რომლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ატეხოს ადამიანმა განგაში და როგორც წესი ეს პირველ რიგში გულისხმობს ხოლმე იმას, რომ უნდა არსებობდეს სამხილი, ანუ ადამიანს, რომელიც გახდება whistleblower-ი, უნდა კონდეს ხელში რაიმე დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ დარღვევას რეალურად აქვს ადგილი. და რამდენიმე ნაბიჯია კიდევ გარდა ამისა, რომელსაც როგორც წესი, რომელიც უნდა ასეთმა ადამიანმა გაიაროს, მას შემდეგ რაც ის შეამჩნევს ამ დარღვევას, ის უნდა დაელაპარაკოს იმ ადამიანს ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს იმის უფლება და რომელსაც შეუძლია რაიმე რეაგირება მოახდინოს ამ დარღვევაზე და აღკვეთოს ეს დარღვევა. მხოლოდ იმის შემდეგ თუ კი ადამიანის whistleblower-ი ნახავს, რომ მის საქციელს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელთან საუბარს არ მოყვა არანაირი რეაგირება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადადგას მან ის ნაბიჯი, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩართოს ამ პროცესში და ნამდვილი განგაში ატეხოს. ანუ რაიმე დარღვევის შემჩნევის შემდეგ პირდაპირ, ასე ვთქვათ, არ უნდა წავიდეს თანამშრომელი გამწვავებაზე, სიტუაციის გამწვავებაზე და ასე ვთქვათ, არ გადაახტეს იერარქიაში მასზე ზემოთ მყოფ ადამიანს, ხელმძღვანელს. მე არ გუშინ ავტვირთავ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ასეთი შემთხვევისა. სამედიცინო სფეროში არის ძალიან ხშირად მსგავსი სკანდალები და ზუსტად ხედავთ აქ ექთანს, რომელმაც უჩილა საავადმყოფოს ექიმებს და ამხილა ისინი რაღაც წამლების ფარმა კომპანიასთან გარიგებაში, ანუ ექიმები უწერდნენ პაციენტებს სწორედ იმ წამლებს, რომელსაც აწარმოებდა კომპანია, რომელთანაც ისინი იყვნენ გარიგებული და რომლისგანაც ფულს იღებდნენ და საინტერესო შემთხვევა არის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქალს ძალიან გაუჭირდა იმის დამტკიცება, რასაც ამბობდა და პირიქით მას მოედავა შემდეგ საავადმყოფო და ის ექიმები, რომლებსაც უჩიოდა და თვითონ ამ ქალს დაემუქრა საბოლოო ჯამში პატიმრობა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აკრძალვა, რომელიც ვრცელდება საჯარო მოხელეებზე ნებისმიერ სახელმწიფოში, ეს არის აკრძალვა პოლიტიკური მოღვაწეობისა. ჩვენშიც ამაზე ძალიან ხშირად არის ხოლმე დისკუსია. არჩევნებზე მაგალითად, არჩევნების პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მოღვაწეობენ, აქვთ იმის რესურსი, ხელი მიუწვდებათ რესურსებზე, რომელიც მათ შეიძლება გამოიყენონ თავის სასარგებლოდ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. იქნება ეს არჩევნებზე გავლენის მოხდენა თუ სხვა ტიპის საქმიანობა, აქედან გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკა და ადმინისტრირება უნდა იყოს მაქსიმალურად გამიჯნული ერთმანეთისგან,
როგორც მოგახსენეთ, მსგავსი აკრძალვა ვრცელდება ალბათ ყველა სახელმწიფოში საჯარო მოხელეებზე. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში არსებობს ეგრეთ წოდებული ჰეჯის აქტი 1939 წელს მიღებული, რომელშიც ჩამოთვლილია ის აქტივობები, პოლიტიკური სახის აქტივობები, რომელშიც არ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა საჯარო მოხელებმა. ეს არის მაგალითად წინასაარჩევნო კამპანიებში აქტიურად ჩართვა, სიტყვით გამოსვლა, ფულის შეგროვება კანდიდატებისთვის და ასე შემდეგ. ეს რომ ასე არ იყოს, ალბათ თქვენ თვითონ გესმით, საჯარო მოხელეები იქნებიან დაინტერესებული და დაკავებული არა იმით, რომ ემსახურონ საზოგადოებას და მოქალაქეებს, არამედ მათ გაუჩნდებათ პირადი ეგოისტური კერძო ინტერესები, პოლიტიკური სახის ინტერესები და თავისი გავლენის და ძალაუფლების მდგომარეობის გამოყენებას შეეცდებიან უკვე საკუთარი თავისთვის, ან ყოველ შემთხვევაში იმ პარტიისთვის, იმ პოლიტიკური ლიდერისთვის, პოლიტიკური კანდიდატისთვის, რომლის მხარდამჭერებიც ისინი იქნებიან. პერიოდულად შედის ხოლმე ჰეჯის აქტში ცვლილებები. საინტერესო ამ თვალსაზრისით არის ის, რომ დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის ეს კანონი და მსგავსი კანონები საერთოდ ზედმეტად მკაცრი. ანუ ზედმეტად ხომ არა აქვთ საჯარო მოხელეებს ამ კანონით შეკრული ხელები. თუმცა შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ეს კანონი შეგვიძლია და მსგავსი კანონები განვიხილოთ არა როგორც რაიმეს აკრძალვა საჯარო მოხელეებისათვის, არამედ როგორც დამცავი საშუალება. ეს კანონები იცავს საჯარო მოხელეებს პოლიტიკის მხრიდან მათზე ზეწოლის და გავლენის მოხდენის მცდელობებისგან. ანუ ისეთ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე პოლიტიკოსი დაავალებს ან დააძალებს საჯარო მოხელეებს, რომ რაიმე გააკეთონ მისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის, საჯარო მოხელე დაცულია ამ კანონებით, იმიტომ რომ ამ კანონებში ცალსახად წერია, რომ მას არ აქვს უფლება დიდი სურვილის ქონის შემთხვევაშიც კი, რომ რამენაირი სახით ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. შემდეგ ლექციაზე ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს საჯარო სამსახურში ეთიკის საკითხებზე და ვისაუბრებთ ეთიკის კოდექსებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ასევე და განვიხილავთ ეთიკის რამდენიმე კოდექსს, არა მხოლოდ ამერიკული საჯარო სამსახურიდან, არამედ ქართული საჯარო სამსახურის ეთიკის კოდექსის მაგალითებსაც ვნახავთ.